მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით და ახალი ამბების სპორტის შესახებ. პირველ რიგში ეხლა რაც შეეხება დღეს ან დღევანდელი რიცხვი არის 5 აგვისტო. პირველ რიგში ეხლა რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯრების განვითარებულ მოვლენებს მოგახსენებთ და დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ სონიმ უკვე დატოვა ტონტეხენი ოფიციალურად და არ ვიცი ეს უთმობია ჯერ სად გააგრძელეს კარიერას და პრინციპში 10 წლის განმავლობაში ერთადერთი ტიტული მოიგო უნაიტედთან 2-2 მაინც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ტონტეხენმა მცირე ანგარიშით მოუგო 1-0 და ტონტეხენმა ამ გამარჯვებით კი წელს შესაძლებელი შანსი მოიპოვა წელს იმისა, რომ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე წელსვე. კიდე რაც შეეხება მთავარი და საინტერესო ამბავი. ზურიკო დავითაშვილი და სენტენტიენის შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა და პიკს მიაღწევს დაძაბულობა, რა თქმა უნდა და პრინციპში ძალიან უკმაყოფილებას გამოხატავს და იცით მიზეზი ვით გამოდა სენტენტიენი დაქვეითდა ლიგა 2-ში და ზურიკო დავითაშვილის ქართულ სპორტსმენს არ უნდა სენტენტიენში გაგრძელება და ლიგა 2-ში თამაში. და რა თქმა უნდა ამ მოვლენები კიდევ როგორ განვითარდება, ეს ჯერ ნაადრევია რამეზე გააკეთო გამცხადება და დაასტურო ჯერ პირდაპირ ნიშნულობით, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რომ ზურიკო დავითაშვილი მაინც გადავა და რამოდენიმე გუნდია დაინტერესებული, როგორც ვიცი, ესპანური სევილია და ესე შემდეგ. არაერთი ტოპ გუნდებია დაინტერესებული ზურიკო დავითაშვილის შეძენისას. კი სატრანსფერო ფანჯრების დახურვამდე კი რჩება 26 დღე. ეხლა რა შეეხება კიდე, როგორც ვიცით, ეხლა გადავიდა შემდეგი სპორტი ბასკეტი დასყებამდე. FIFA-მ ეგეთი რეიტინგი გამოაქვეყნა და ძალიან სასიხარულო ამბავია, რეიტინგში კერძო საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და ძალიან გასახარია გვიხარია ყველას და სასიხარულო ამბავია ნამდვილად. მადლობა მოსმენისთვის. თუ მოგიყვნა ვიდეო დალაიქეთ, რათა ბევრს საინტერესო ამბებს გაცნობებს და გაგაგებინებთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.